თბილისის მერიის ინიციატივით დედის დღესთან დაკავშირებით ეროვნულ სკრინინგ ცენტრში 30 სოციალურად დაუცველ დედას გამოკვლევები ჩაუტარდა. ქალბატონებს რეპროდუქციული ორგანოების დიაგნოსტიკა ესაჭიროებათ, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვის გამო პროგრამაში ვერ მონაწილეობდნენ. თბილისის მერი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში დღეს პირადადაც მივიდა გიგი უგულავას განცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტია დახმარება გაუწიოს სოციალურად დაუცველ ადამიანებს და მათი ჯანმრთელობაზე ისრუნოს. მერიამ ყველა დედას გაგვიკეთა უფასო საჩუქარი გამოკვლევებთან დაკავშირებით, რომელიც ყველა დედისთვის აუცილებელია, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, შეიძლება არაფერი გაწუხებდეს, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენის გამოკვლევები ჩავიტაროთ და მშვიდად წავიდეთ აქედან, უსურებ ყველა დედას, რომ ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაწილში, უნდა მოიცავდეს უფრო მეტად პრევენციაზე ორიენტირებულ გამოკვლევებს, ვიდრე შემდგომ მკურნალობას. ეს იქნება სარგებლიანი სახელმწიფოს ბიუჯეტის დაზოგვის კუთხითაც და თითოეული ადამიანისთვისაც. ეს არის კარგი მაგალითი ამ მიმართებაში და ძალიან ბევრმა თბილისელმა ქალბატონმა, როგორც გითხარით, ისარგებლა და თავი გადაერჩინა იმ უმძიმესი დაავადებისგან, რაღაც ასაც მკერდის სიმსივნე. სათვალთ ყველა ქალბატონს გაუწიოთ ყველა ის გამოკვლევა, რომელიც ტარდება პროგრამის ფარგლებში. კერძოდ ეს არის სარძევი ჯირკვლის და სამშვილდოს ხელის კიბოს კლინიკის ფარგლებში არსებული გამოკვლევები, რაც გულისხმობს მამოგრაფიას, ეხოსკოპიას, სამშვილდოს ხელის დათვალიერებას, პაპ ტესტის ჩატარებას.